რა მაგარი რაღაცეებია, რა მაგარი ნივთებია ატუნდები? ანაირია. საოცრება. ო. გამარჯობა. მეგობრებო, გამარჯობა. მინდა მადლობა მოგახსენოთ პირველში მობრძანებისთვის. მოგესალმებათ 90-იანი წლების პერიოდის სახელმწიფო მუზეუმი. დიახ. წარმოდგენილი იქნება რეპროდუქციები, ექსპონატები, რაც ძალიან საინტერესოა დღევანდელი თაობისთვის და ძალიან საინტერესოა ისიც რომ თქვენ დაინტერესებული ხართ ამ კითხავს რა. ეს ტრუსიკიანი ბიჭი პაპკი თვითონ. კი ბატონო, დავიწყოთ მაშინ ექსკურსია, ასე ვთქვათ. ეს გახლავთ ფოტოსურათი, რომელიც 90-იანებში იქნა გადაღებული. ეს არის უნივერსიტეტიდან ოდნავ გვიან დაბრუნებული სტუდენტი. მე რა მაინტერესებს კიდე? ეს ნახატი რა არის? აი ეს ნახატი რას ნიშნავს? ბატონო? აი ეს ნახატი რას ნიშნავს? ეს? დიახ, ეს ფიროსმანის მარგარიტაა. ფიროსმანის მარგარიტაა? დიახ. ეგ ნახატი ვიცი და აცვია იმ ნახატში და აქ გახდილი რატო აქ? თქვენ მართალ ბრძანეთ, მაგრამ ხედრიონის დროს გახადეს. ბატონო და ასახით შემოხდა. კი ბატონო. ეს გახლავთ კონკრეტულად ეს არის მაშინდელი სპორტულების მიერ წარმოქმნილი ანომალია. მაშინდელი სპორტულები მუხლებზე იბერებოდა, თქვენ თუ გახსოვთ, პატარები და გასწონებათ, მაგრამ აიწევდა ამ ანომალიას. და ამას იცოდნენ უბრალოდ ღამეთფებოდნენ, მამაკაცები საწოლში იცოდნენ ხოლმე, იცოდნენ. ეს ეცვათ ხა? კი, მაშინ იცოდნენ ხოლმე ადრე, ნუ აქ კიდევ კარგად არ ჩანს ახლა, ნუ დაახლოებით უფრო თვალსაჩინოებისთვის, აი ასეთი ეს იყო. ხდებოდნენ, კი ბატონო. და სხვანაირია რა. ფოტოს გადაღება მაინც არ შეიძლება, მაგრამ უკაცრავად, პატრიცია. ძალიან საინტერესოა. ეს ერთი და იგივე სურათი სხვადასხვა. ხო, ესეც ძალიან საინტერესოა. ეს გახლავთ ფოტო, რომელიც მთლიან ასე ვთქვათ, სურათს წარმოადგენს. ეს არის სურათის სახელწოდება ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა რა იყო. ეს მოგეხსენებათ დენი მიდიოდა. დიახ, ეს გამოგცა ფოტოგრაფმა ასეთ სურათი. ჩვენ ამ პერიოდის არის. მინდა შემოგთავაზოთ მაშინდელი იმ პერიოდის Facebook-ი. დიახ, მეგობრობის დღიური ერქვა მაშინ. რეგისტრირდებოდა, იცნობდნენ ერთმანეთს, კითხვა-პასუხი და ასე შემდეგ. ნახატები და ესო, კი ბატონო. რა საინტერესოა და ეს რა არის? ძალიან საინტერესოა. ამას ქვია ადამიანების სიცოცხლის შესამოწმებელი დეტექტორია, ასე ვთქვათ. ამის საშუალებით იგებდნენ ადამიანები ცოცხლები იყვნენ მოსახლეობა თუ არა. შეგიძლია განახებთ როგორ მუშაობს კონკრეტულად ნატურა რომელიც ანთია. გამოვთოთ. ვაი შენ ჩაგიქრა პირში სული და სიკვდილი შენახეთაც გამორთեք. ახლა ჩავთო. რა მაგარია. როგორ ცხოვრობ? ძალიან საინტერესოა. ძალიან მაგარია. იმ პერიოდში ასე ამოწმებდნენ მოსახლეობა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი, ასე. პაგრიშკა. დასაკეთებ, ახალგაზრდა, როგორ შეიძლება ბოლოს საქმე ექსპონატს ხელით ეხებით, კაცო? როგორ შეიძლება? გამოდი თუ შეიძლება. პაგრიშკა ჩეულებრივი. პაგრიშკა შენთვის არის, ჩემო კარგო, თორე ჩვენთვის მაშინ ეს იყო გამათბობელი და ჭაღი. გამათბობელი და ჭაღი როგორ იყო? მოკარგო ამას უკიდებდნენ ცეცხლს და ერთგვარად ერთდროულად იყო გამათბობელის და ჭაღიც. ძალიან გქოთ ხელით ნუ შეეხებით გურაფერს. არ ვიცოდი. გურაფერს ნუ შეეხებით. რაც შეეხება მაშინდელი იმ პერიოდის პატრულის თანამშრომელი იგივე გაიშნიკი. ეს ერთადერთი ექსპონატია ჩვენს მუზეუმში გაცვლილი. სხვა მუზეუმს ეს არ აქვს უბრალოდ მოვიპოვეთ და ძალიან ძალიან მდგომარეობაშია. მართლა მუშა მდგომარეობაშია? რა თქმა უნდა. და აბა გვაჩვენოს. შეგვიძლია რომ დრო ჩავთ. თული თუ არ ჩაუდე ხელში ორლარიან ისე. გვაქვს. კი ბატონო, ვიდი რა თქმა მაინტერესებს. ეგ თამთა. გელეგები ბიჭებო,
მოდი რეგა გვიდე ჯიბეში მოდი ბიჭო რაგილი მე ოჯახიან თქვა ჩამარმინდა შრომა მოდი ამატრელე ბიჭო ჯიბე ამიგაკ ბადრიჯანი მიგაკ გადმოალყეთ 2 კილო საგნაცარო რა მოდი აქ ბიჭო არ ვიცი ეხათ მოდი რა ჯარი მოვიდა აიმე რა დამარჯერებდი აუ კიდე მინდა ჩავაგდოთ ახლა თუ გაქვთ ფული კიდე უნდა ჩააგდოთ იმიტომ რომ $2-ზე სულ ეს არის 50 თეთრი მაქვს და ნუ ჩააგდეთ 50 თეთრიცაც 50 თეთრი მეგონი მუშაობს კი მოდი ბიჭო მოდი 50 თეთრზე აუ რა არის რა აუ ცოტა იმუშავა მათთა შორის ასეთი ექსპონატი ჩვენ სულ 6 გვყავდა 6 წალი იყო ამ მუზეუმში მაგრამ 5-მა იქიდან ისევ დაიწყო პოლიციაში მუშაობა დღეს და ამიტომ ეს ერთი შემოგენახა და ჯულია 90 მუზეუმში ბატონებო სულ სხვა მობრძანდით აქეთ ეს მაინტერესებს რა. მობრძანდით აქეთ მინდა განახოთ თემუკა რა საკეთო რაკენი თემუკა რა ეს დაბნოსა თემუკა რა გჭირს ბიჭო კაცო ამას არ აწერია არ დააწერეთ რომ რადიაციაა და გამოცდილება და მომწავლელია კაცო ახალგაზრდა ჯერ იკითხე რა საკეთებ კაცო როგორ შეიძლება ამას რო ყნოსაო და რა არის ეს და არის და იუპის წვენია ჩვეულებრივი და რადიაციულია ცოტა ყურადღებით ხოვნაირო კაცო გამოდით აქეთ თუ შეიძლება რა გამოდი აღარ შეიძლება გამოდით აქეთ კაცო როგორ შეიძლება ეხლა შარი გვინდა დახურავენ ეგრევე არ დამასხაც იმოვა რა საკეთე მოიცო თქვენ დაბა თქვენ რატო სვავთ კაცო ჩვენ ამაზე ვარ გაზდილები კაცო ახალგაზრდები ხართ კაცო ეს როგორ შეიძლება მობრძანდით აქეთ არ მიხოსეთ. ეს გახლავთ მაშინდელი პერიოდის ტელევიზორი, სადაც ხალხი უბრალოდ უყურებდა, მუშაობდა აკუმულატორზე. კი ბატონო. ეს გახლავთ მაშინდელი კინოკლასიკა. Рабыня Изаура. მაშინდელი კინოკლასიკა. შედევრი უბრალოდ ეს იყო მაშინდელი ამ პერიოდში დაიწყო მინდა გითხრათ რომ აღზევების ხანა კინოკლასიკაში და მთელი ამ სერიალების ხანა და ეს რა არის ეს ხო ჯოხი ბამბუკის ჯოხი რა თქმა უნდა თემატურია რომ ეს ამასთან ერთად თუ მიხვდებით რა არის ეს რადგან ტელევიზორთან დევს უნდა ადვილი მესახედარი იყოს თქვენთვის ურტყამს. როგორ გეკადრება შეულებრივ ბამბუკის ჯოხი ეს გახლავთ პულტი პულტი ეს არის ტელევიზორის პულტი, ნიო, 15 ნაკლები. ამ მექანიკური პულტის საშუალებით 90-იანებში ადამიანს შეეძლო სკამიდან აუდგომლად გადაერთო ნებისმიერ ამს. აი როგორ წარმომიდგენია კი ბატონო. აი ეს ხომ არ შეგიძლიათ? აუ მე ვიცი შორის თავიდანვე ვაკურდებოდი ამ. ის არის კერასინკა ხო როგორ გეკადრებათ? არავითარი კერასიკა. ეს არის იმ პერიოდის ცენტრალური გათბობა. ცენტრალური გათბობა. ახლავე განახებთ როგორ მუშაობს. ახლავე განახებთ საინტერესო. ერთი წუთი. აბა ეს უნდა დაატრიალდეს. გაგვათბობს ახლა ცენტრალურ. დაატრიალდეს ეს იჭედება და აი ბედეკა აი თვალები აი რა იყო ეს ბიჭო მუზეუმის ხობს მოიწევს. რა გასინებს? და უკაცრავად რა მოხდა თუ შეიძლება რომ მითხრათ აი ასე მუშაობს ეს კერესინკა ცენტრალური გათბობა ეგრეთ წოდებული რასაც თქვენ კერესინკა დაარქვით ჩემო მეგობრებო დიახ და ასე მუშაობდა მუშაობის პრინციპი ეს ჰქონდა ზუსტად ცენტრალურ გათბობას დიახ მეგობრებო მობრძანდით აქეთ აი ეს ალბათ გეცნობათ სანთელი სანთელი პარაფინის სანთელი რომელიც ახლა აღარ გამოდის ეს გახლავთ არ ვიცი თუ გაგიგეთ ლამპა ჭრაქი როცა ეს ტყდებოდა და არიშოებოდა საკმაოდ ძვირი ღირდა დიდი სიამოვნება იყო გამოიყენებოდა გამაგრილებელი სასმელის ბოთლი ჩვეულებრივად ვაფარებდით ზევით ჩვეულებრივად
ანათებდა ჭრაკი. ამას ვერ მივხვდი. აი, დღეზე ვერ მივხვდი. ამდენი რაღაცა ეს ესეთი გამოგონება იყო, რომელიც ძალიან და ეს ნივთები, ეს ყველაფერი მინდა გითხრათ, რომ არასდროს აღარ დაჭირდება, აღარასოდეს დაჭირდება კაცობრიობას, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი რამ არსებობდა. ამის საჭიროება რა თქმა უნდა ახლა აღარ დგას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ხომ? წარსული ჩვენი. მაგიტომაც მოვედით ამ მუზეუმში. დიახ, უნდა ვიცი. ჩახრეს ისე. ვაი, თქვენ ჩაგიქრათ პირში, სული ჩაგიქრათ. რა, 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 რა,